გამარჯობა. მოკლედ ბიბლუსი თოქსი გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდია და რაღაცნაირად ვთქვათ, ვეცდებით რომ ერთი მხრივ კონტექსტურად ფეხბურთზეც ვილაპარაკოთ, მეორე მხრივ რაღაც თვალსაზრისით წიგნზეც და ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარი, ვინც ამ თვალსაზრისით შეიძლება გვყავდეს, არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი. ძალიან ბევრი ადამიანის აზრით სხვათა შორის საერთოდაც საუკეთესო, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ასე ფიქრობენ და მათ ნამდვილად ძალიან დიდ პატივს ვცემ ვლადიმერ გუცაევი, სრულიად ლეგენდარული ფეხბურთელი, ლეგენდარულივე თბილისის დინამოს. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოგბრძანებისთვის. ვლადიმერ, აი მოდი დავიწყოთ იმით, რითაც რეალურად თქვენ პირველად დაიწყეთ ფეხბურთთან ურთიერთობა. როგორი იყო ეს? ანუ აი საბჭოთა რეალობაში, თქვენს ბავშვობაში, როგორ შემოდიოდა ადამიანის ცხოვრებაში ფეხბურთი და მე როგორ წყვეტდა ის, რომ ფეხბურთელი გამხდარიყო? ეხლა იცი რა, მაშინ ისეთი პერიოდი იყო. სადაც ფაქტიურად ბავშვს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა ცხოვრებაში რა. არაფერი არ იყო, არაფერი არ ხდებოდა. იყო ეს საბჭოთა კავშირი, ჩაკეტილი ქვეყანა, ვიზდებოდით რაღაც ლოზუნგებით, რაღაცა პარტიული იმებს კითხულობდით, რაღაც სტადიონზე გინდა, იმაზე გინდა ცხოვრებაში. და იყო ერთადერთი რაღაცა, რითიც მართლა ცხოვრობდა, ალბათ მთელი საქართველო ეს დავიწყოთ რა, მთელი თბილისი. იმიტომ რომ ყავდა ძალიან მაგარი გუნდი, ტრადიციული გუნდი, თბილისის დინამო და ყველა ბავშვი ოცნებობდა რომ ეთამაშა ფეხბურთი და მით უმეტეს მოხდარიყო თბილისის დინამოს წევრი გამხდარიყო. და ისე ვიყავი პირადად მეც და ჩემი მეგობრებიც რა, მთელი დღე სკოლაში იქ გაკვეთილების შორის ხო იყო 5 წუთიანი, 10 წუთიანი შესვენება. ეგრევე გავრბოდით ქუჩაში, დებდით რაღაც ქვებს და ფეხბურთს თამაშობდით, სახლში მოდიოდი, იგივე, იმიტომ რომ კიდევ ხოლმე გეუბნები რომ არაფერი მეტი გართობა არ იყო რა. ნუ ეხლა იცი რა არის, ბავშვი რო ხარ და ბავშვურ ქუჩურ ფეხბურთს რო თამაშობ, ეგრევე ჩანს რა, შენ გააქვს ნიჭი თუ არა გააქვს. ეს იმიტომ ვამბობ რომ აქედან ვიყურები უკან რა. დავთვლი რომ 7-8 წლის ბავშვს უკვე შეიძლება შეატყო, გახდება აქვს შანსი გახდეს ფეხბურთელი თუ არა აქვს შანსი რა. თუ ბავშვი სწრაფი არ არის, თუ მოტყუება არ იცის, თუ რაღაცა გონებრივი უკვე ბავშვობაში ეტყობა. თუ ეგ არ აქვს, ფაქტიურად თქვა რომ ეგ ფეხბურთელი გაიზრდება, რაც გინდა მიხედო, რაც გინდა აჭამო, რეჟიმისტი იყოს. თუ ღმერთს არ დაგაჯილდოა რაღაცა ნიჭით, ფაქტიურად არაფერი არ გამოგივა რა. თქვენ ეს გქონდათ. მე ხლა რო უყურებ, აქედან უყურებ რომ აი გეტყვი ახლა იმიტომ კი არა ახლა ჩემ თავზე ვლაპარაკობ, რომ მე ბავშვობაში უფრო მაგრად თამაშობდი, ვიდრე მე გავხდი ფეხბურთელი. იმიტომ რომ აი წარმოიდგინე გიორგი ორი უბანი იყო გვერდ-გვერდზე რა, აი ერთი გზა ყოფდა რა. იყო 6 სართულიანი სახლი და ჩვენი იყო 5 სართულიანი სახლი. მაგრამ ყველა იქ არ ცხოვრობდით 5 სართულიაში, მე ვცხოვრობდი და იქ უბანივით იყო რა და ესე იყო ის. მაგრამ ჩვენ თამაშს უძახოდნენ 5 სართულიანები 6 სართულიანის წინააღმდეგ. ნუ მაშინ რუსული ენა იყო ახლა ჩვენ ესმის. ხო, უძახოდნენ პიტიტაშკა და შესტიტაშკუ რა, ეგეთი რა. და იმათ ჰქონდათ მინდორი უფრო კარგი ჩვენი ასფალტის იყო და იმათ ჰქონდათ მიწის ასფალტი რა და დავდიოდით, ნუ თამაშობდით, იყო 6-6 თუ არ ვცდები და მე უკვე დავდიოდი იმაში, იუდეში რა, დინამოში დავდიოდი, დინამოს ბავშვთა სკოლა იყო, იქ დავიწყე სიარული და დღე გამოშვებით ქონდა ვარჯიში რა. და ამათ ვეთამაშებოდით ყოველ დღე. და როცა 12-მდე იყო თამაში რა, 6-ზე ვიცვლებოდით. როცა მე ვიყავი ფაქტიურად, უგებდით
12-ით 0-ს, 12-ით 1-ს, 12-ით 2-ს. და როცა არ დავდიოდი, როცა ვარჯიშზე მივდიოდი დილით, მიდიოდი ჩვენი გუნდი და ყოველ თამაშს აგებდნენ რა, ფაქტიურად და ისინი კითხულობდნენ, რომ აი ვოვა მოვა დღეს, მაშინ გუციკას მეძახოდნენ რა, ბავშვობაში ხო იცი როგორ. ესე იგი თუ ვარჯიშზე არ იტყოდნენ, აუ ძალიან უხაროდეთ, იმიტომ რომ შანსი ქონდათ რომ მოეგოთ რა, მაგრამ მე რო თამაშობდით შანსი არ ქონდათ რა ფაქტიურად. აი ესეთი როგორ შეგამჩნიეს თქვენ აი იმ ადამიანებმა, რომლებმაც მე რა იცი რა, მაშინ იცი რა არის, ეხლა ჩვენ უბანი იყო ისეთი რა, ეხლა ნახალოვკა იყო, მაშინ პრესტიჟული უბნად არ ითვლებოდა და არავინ არ იყურებოდა იქეთ რა, ვინ თამაშობს, ვინ არა. გავიგეთ ჩვენ უბნის ბავშვებმა, რომ დინამოს სტადიონზე, აი სადაც ეხლა სტაიანკა არის, ადრე იყო მინდორი საფეხბურთო და სკოლის ბავშვები, დინამოს სკოლის ბავშვები ვარჯიშობდნენ მანდ. და ყოველ კვირას ატარებდნენ სიჯებს. მთელი თბილისიდან მოდიოდნენ ბავშვები, იქ ათამაშებდნენ და ირჩევდნენ რა, რეალურად ირჩევდნენ, თუ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო ვინმე. უფრო ნაკლები იყო ეს პროტეჟე და ეს ჩემი შვილია და ესე ეგ შემოვიდა, მაგრამ ჩვენ დროს ეგრე არ იყო ნამდვილად. და წარმოიდგინე რომ დავდიოდით რამდენიმე კვირა 2-3 კვირა დავდიოდით ბავშვი უბნიდან, მაგრამ მე რატომღაც არ ვიცი რატო სულ კარებში ვდგებოდი რა. აი ბეკარებო მინდოდა და რატო გეტყვი იმასაც. იმიტომ რომ მაგარი ბეკარე იყო სერგო კოტრიკაძე. ძალიან იცი როგორი ბეკარე იყო, ეხლა შენ არ გახსოვს? ვიცი, ისე რა თქმა უნდა. არა, აი მინდორ კარებში რო იდგა, მაგრა უხდებოდა რა. ძალიან ისეთი იყო, სიმპათიური კაცი იყო. ძალიან ელეგანტური, ესეთ აი მეკარეს რო მოგანატრებდა რა და აი წარმოიდგინე მე ახლა მაგრა ვთამაშობდი მინდორში, მაგრამ ისე შემიყვარდა სერგო კოტრიკაძის თამაში, რომ მინდოდა მეკარეობა რატომღაც რა და თან პატარა ვიყავი, თან კარებში ვდგებოდი და იასტია რომ ახლა ვინ შეგამჩნევდა და სანამ ამიყვანეს ბოლო კვირას პატარა ხო დაბალი ვიყავი და ესე გვაყენებდნენ რა და სულ ბოლოში ვიდექი ფაქტიურად და რო აირჩიეს ბოლოს დარჩა 12 თუ 15 კაცი რა ესე კაცი კი არა ბავშვი ნუ ჩვენ ხო მესმის ხო და ნუ ეხლა გაყვეს რა და მეუთხარი იმას ვიღაცა მაგ სკოლის ფეხბურთელი იყო და ასაკოვანი რა იყო 15-16 წლის ეგენი გვარჩევდნენ და იმას უთხარი ბეკარებში დავდგები მეთქი და შენგან რა მეკარე უნდა დადგესო წადი წინ ითამაშეო და გამაგდო ძალი წინ გადაურჩენი ხარ ხო ნამდვილად ხო და ნუ იქ თან ახლა ცოტანი რო დავჭეთ მეტი სივცე იყო და იქ დავიწყე ბატაობა კარგად რაღაცა და ეგრევე შემამჩნია დამიძახა დამიყვანა ბატონ გრიშა იყო გაგო ეგეთ ცნობილი ფეხბურთელი ეგ იყო სკოლის დირექტორი საშურით ძალიან მაგარი კაცი იმასთან მიმიყვანა და ეგ იყო 63 წელი და რატო მახსოვს რომ 63 წელი იყო კარგად იმიტომ რომ სლავა მეტრეველი მოიყვანეს მაგწელს თბილისის დინამოში მოსკოვის ტორპედოდან კითხა გვარი რო უთხარი გუცაევი რატომღაც იეზიდი ვეგონე ქურთი რა და ქურთი ხარო მე ვთხარი არა ოსი ვარ მეთქი და აუ კია კარგია ოსი რო ხარო აი ზაურკალოევი თამაშობსო გურამცხოვრებოვი თამაშობსო ნუ მოკლედ ოსები თამაშობს და წარმატებულები არიან თბილისის დინამოშიო და გინდაო ჩვენთან სიარული მეთქი რა თქმა უნდა დამინიშტა რა ვარჯიშის დრო და აი იქიდან დავიწყე ფაქტიურად რამდენი წლის იყავით სავარაუდოდ მაშინ ვიყავი უკვე 11 წლის 11 წლის რატო კითხულობთ აი მაგალითად პარალელურად არსებობს სკოლა ხო ჩვეულებრივი სკოლა აი ბავშვი რომელიც უკვე ინტერესდება ფეხბურთით მით უმეტეს განსაკუთრებული ტალანტი აქვს აი იმ დროს უკვე სკოლაში თქვა შეიძლება აცდენდეს თუ მაინც ეს რეჟიმი ოჯახიდან გამომდინარე არსებობს აი წიგნი წაიკითხე გეუბნებიან თუ ნაკლებად პარალელურად არა იცი რა არის
ეხლა მე ჩემ ცხოვრებას ვამბობ, ეხლა მე არ ვიცი სხვა როგორ იყო ბავშვობაში, ხო? მე ბავშვობიდან მართლა მიყვარდა ლიტერატურა რა. და ვკითხულობდი, მაშინ კიდევ ერთხელ გეუბნები, რუსულ სკოლაში ვსწავლობდი, მაშინ იყო მაინ რიდი, ფენიმორ კუპერი ეს ტიპები, რომლებიც წერდნენ რაღაცა ხო იცი, საინტერესო, ბავშვისთვის ძალიან საინტერესო მოთხრობებს და იმებს და მაგას ვკითხულობდი რა, ძალიან ხშირად და ეხლა გითხრა რომ ძალიან მაგრად ვსწავლობდი, ნახდათ არ იყო ეგრე. ვსწავლობდი საშუალოდ, იმიტომ რომ მაშინ როგორი ის იყო, იცი, ვინც უფრო მაგრად სწავლობდა, ის უფრო კაი ნაკლებად პოპულარული ტიპი იყო რა. ანუ იმას ეძახოდნენ, აი რუსულად ეძახოდნენ, მამინკის სინოკია რა. დედიკოს შვილი რა, ესე ვთქვა და თუ იყავი კაი სამოსანი, ნუ 4-ში რო გადადიოდა შენი ისა, მაშინ კაი ტიპი იყო. სად ოროსანიც არ ვარ. არა, ოროსანიც არ ვარ რა, ოროსანი. რაღაც შუაში. რაღაცა ის ათბროსი იყო რა. აი 3-ოსანი, 4-ოსანი კაი ტიპი იყავი, არც 5-ოსანი ვარ გოდა. არა, წიგნებს კითხულობდით, მაინც ახერხებდით პარალელურად. კი, წიგნები, მაგრამ და მე უკვე დინამოშიც რო იყავი ახლა. ხო ძალიან ბევრი დრო ქონდა თავისუფალი რა. იმიტომ რომ ფაქტიურად მე რო დავიწყე თამაში დინამოში ერთხელ იყო ვარჯიში, მაშინ საღამოს მოდიოდით, ვარჯიშობდით და მთელი დღე ფაქტიურად თავისუფალი იყავი. და ეგ მერე დაიწყო უკვე ორჯერადი ვარჯიში და უკვე ნაკლები დროს ქონდა. უფრო ისვენებდი, იძინებდი, რომ მომზადებული იყავი მეორე ვარჯიშზე, მაგრამ მაგ პერიოდში ნამდვილად ბევრი თავისუფალი დრო ქონდა. თან მე უნივერსიტეტში ჩავაბარე, მე ეკონომიურზე ვსწავლობდი და დღეზე ვსწავლობდი, დღეზე ჩავაბარე და არ გადამიტანი ესე დავამთავრე, რომ დღეზე დავდიოდი რა. ეგეც მომწონდა მაგრად რა, იმიტომ რომ დილით მივდიოდი 9 საათზე ლექციები იყო, საღამოს 6 საათზე ვარჯიში იყო, მთელი დღე 3 საათამდე ფაქტიურად უნივერსიტეტში ვიყავი. თან პირველი 2 კურსი ჯერ არ თამაშობდი და არავინ არ მიცნობდა. და მე რო დავიწყე თამაში უკვე პოპულარობაც მოვიდა და ნუ მოკლედ სტუდენტური გულაობა მაშინ დაიწყო რა ფაქტიურად. დინამო არის და განსაკუთრებით მაშინ იყო საკულტო გუნდი, ხო? იმდენად რომ ნუ ეს არ იყო მხოლოდ სპორტული მოვლენა, სოციალური მოვლენა იყო, ეროვნული მოვლენა იყო, იწერებოდა წიგნები, ადამიანები საკუთარ ეროვნულ განცდებს, სახელმწიფოებრებს ყველანაირს გამოხატავდნენ აი ამ კონკრეტულ გულშემატკივრობაში და მიდიხართ ასეთ გუნდში. აი რა გარემო გხვდებათ დინამოში, რა ტრადიცია, ნუ მე იგებთ საკმაოდ დიდ ტიტულებს, საკავშიროსაც და როგორც აღმოჩნდა საკლუბო დონეზე და არა მხოლოდ რეალურად საქართველოს გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა მისი ცალკეული წარმომადგენლის ერთადერთ ქართულ საერთაშორისო ტიტულს, მაგრამ მანამდეც დინამოს ძალიან სერიოზული ტრადიცია აქვს, ხო? საკულტო ფეხბურთელები არსებობენ იქ, მიშა მესხი, ვთქვათ, მეტრეველი, მანამდე ვთქვათ, არის ლეგენდები პაიჭაძეზე, ჩოხელზე, შავგულძეზე, აქეთ იამანიძე, მოკლედ ტრადიცია გხვდებათ. როგორი არის ეს, როგორია ეს აურა და როგორ გიღებთ ეს გუნდი? სხვა შორის მაშინ სწორედ თქვი გიორგი, რომ მაშინ ტრადიცია ძალიან იყო მიღებული რა. ანუ აი ჩემთვის და აი ჩვენთვის ვინც მერე დინამოში ვიყავით, აი ეს გვარები და სახელები მართლა რაღაც ისტორიული რამე იყო რა და აი იცი როგორ უყურებდით, ეხლა მე რო პირველად მივედი დუბლებში ხო და 1-2 ვარჯიში რო ვივარჯიშე და მე დავინახე ახლოს რომ მოდის ლავა მეტრეველი, ნუ მიშა ჩემ დროს აღარ იყო, მაგრამ მოდის ძოძოაშვილი, მოდის ხურცილავა, მოდის კახი ასათიანი, მოდის გივინოდია, ლევანოდია, მოდის გავაშელი, კუტივაძე, ნუ ჩემთვის რაღაც საოცრება იყო და აი მართლა შეიძლება მაგ დროს არ ფიქრობდი, მაგრამ ეხლა ფიქრობ რა, რომ აი რაღაცა მართლა ბედნიერი ადამიანი ხარ და გამორჩეული ადამიანი ხარ, იმიტომ რომ შენნაირი ახალგაზრდა საქართველოში არის, ვთქვათ, მილიონამდე რა, მაგრამ შენ მოხდი მაინდამაინც თბილისის დინამოში რა, რამხელა აი შენთვის ამხელა სიმდიდრეა რა, აი
მაშინ ეხლა არ ვიცი რას გდობენ ფეხბურთელები რომ მიდიან თქვა ისეთ გუნდში როგორც თბილისის დინამოა მაგრამ მაშინ ნამდვილად ეგრე იყო რა რომ აი ოცნებად იყო და მე ჩვენ რო ვიყავით უკვე მაგ გუნდში ძირითადი მოთამაშეები და მოდიოდნენ დუბლებში ახალგაზრდები და ეხლა ველაპარაკები მაგათ უკვე კაცები არიან ხო ეგენიც ეგეთი გზნობით მოდიოდნენ რომ აი მე რომ მოვედიო ეხლა ბევრი მეუბნება რომ გამახსენდებოდა რომ იქ ხარ შენ იქ არის დათო ყიფიანი იქ არის მაჩაიძე იქ არის არ ვიცი კიდევ სხვა ფეხბურთელები ნუ რაღაცა საოცრება იყო მაგათთვის რა როგორ მიგიღეს ანუ აი ამ თაობამ როგორ მივიღეს სხვა შორის იცი როგორ არის ფეხბურთში თუ შენ მოდიხარ და რაღაც პერსპექტივას ხედავენ შენში მარტო მცდელები კი არა ეგ ფეხბურთელებიც ხედავენ ეგრევე რა რომ მოვიდა აი ახალგაზრდა აქ პერსპექტივა რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს სულ სხვა დამოკიდებულებაა რა უფრო მიღებული ხარ უფრო გეფერებიან უფრო რაღაცა აი ეგრე რომ მივედი და ერთი რამდენიმე თამაში ვითამაში უკვე დუბლებში ხო მე ხო ფაქტიურად ძირითადში ერთ წელიწადში დავიწყე თამაში აი მოვედი იყო ზაფხული 70 წლის და 71-ში სექტემბერში ფაქტიურად ერთ წელიწადში უკვე ძირითადში ვითამაშე რა და რო დაინახეს ჩემში რაღაც პერსპექტივა უკვე სხვა დამოკიდებულება იყო ძალიან თბილი ძალიან ყველა მეფერებოდა მაშინ სლავო მეტრეველი გუნდში იყო და სლავომ გადმოგცათ ხო მაისური ხო ეგ მოხდა 71 წელს ნოემბერში მაგრამ ნუ მანამდე ხო უყურებდა რომ ეხლა ეგ მარჯვენა გარემარბი იყო ტრადიციული და მეც მაშინ მარჯვენა გარემარბები იყვნენ ტრადიციული ფეხბურთელები მაშინ ნებისმიერ გუნდს თუ ყავდა მაგარი გარემარბი ესე იგი ითვლებოდა ის გუნდი ძალიან მაგარი რა და ეგეც ხედავდა უკვე ჩემში რაღაც პერსპექტივას და ალბათ მე არ მესმოდა მაგრამ ერთმანეთში ალბათ ლაპარაკობდნენ რომ ეს კაი პერსპექტიული ბავშვია და მოდი მივხედოთ და მომავალია და ესე შემდეგ აი ესე ხდება რა ეს მნიშვნელოვანია ძალიან იმიტომ რომ ხანდახან ხდება ხოლმე რომ აი რაღაცნაირი შური არსებობს რაღაცნაირი უცნაური კონკურენცია ზედა თაობასა და მომდევნო თაობას შორის ხო სხვა სფეროში და კარგია რომ აქ ეს არ ყოფილა ეს არა ეს სხვა შორის აი მე რატო ვარ ბედნიერი ადამიანი იმიტომ რომ მე ვიყავი 16 წელი თბილისის დინამოში ძირითად შემადგენლობაში ფაქტიურად და აი 16 წელი მე არ მახსოვს რომ თბილისის დინამოში აი ეს ყოფილიყო რა ჩემ პერიოდში რომ ვინმეს რაღაც შეშურდეს პირიქით ყველა ერთმანეთის უხაროდა რომ მოვიდა თქვა ვიტალი დარასელია ხო 16 წლის ბავშვი იყო და ჩვენ რო დავინახეთ ხო უკვე ძირითადში თამაშობდით მე დათო მანუჩარი და ეს ბიჭები დავინახეთ რომ ვიღაც პერსპექტიული ბიჭი მოვიდა პირიქით მივიღე ძალიან დიდი ისი და ყოველთვის ვიტალი თავისი ინტერვიუ იყო თუ ვიღაცასთან საუბარი სულ მაგას იძახოდა რომ ძალიან თბილად მიმიღეს ძალიან კარგად მიმიღეს კიდევ ახლა გეუბნები რა რომ დაინახავდნენ თბილისის დინამოში რომ მოვიდა პერსპექტიული ფეხბურთელი მაგას ეფერებოდნენ და პირიქით ყველაფერს აკეთებდნენ რომ მაგას ეთამაშა კაი ფეხბურთი სანამ თქვენი ვთქვათ ისეთი უკვე სრული გაბრწყინება მოხდებოდა ხო ეს 70-იანების მეორე ნახევარი 80-იანების დასაწყისი ნუ მეტრეველი მიდის მალევე გაძლევთ ამ მაისურს ეს ლეგენდარული ფოტოა სხვა შორის მე მინახავს მართვეშიც კი ძველ მართვეში და მერე დინამოზე დაწერილი წიგნში გუნდს ყავდა სხვა ვარსკვლავები ხო ეს უფრო ახალი თაობაა და არა მეტრეველის მაგრამ გამორჩეულები მაგალითად აი მანუჩარ მაჩაიძე ხო მანუჩარზეც რო ვთქვათ ორი სიტყვა რა ტიპის ფეხბურთელი იყო და რა აურას ქმნიდა ხო ის ნუ ჩემი აზრით და მე ბევრჯერ მაქვს მაგაზე ბევრი სიტყვები ნათქვამი რომ ეგ იყო ძალიან მაგარი ფეხბურთელი რა და აი სად გამოჩნდა უფრო მაგის ძალიან ძლიერი ფეხბურთელობა ეგ იყო 74 და 75 წელი ეს ორი წელი იყო ძალიან კრიზისული თბილისის დინამოსთვის რა და რო გადახედო როგორ დამთავრდა ეს
ჩემპიონატები მიხვდები რომ იმ ადგილას არ არის თბილისის დინამო, სადაც არის მიჩვეული ხალხი. ცხადია. და აი ეს ადგილებიც რომ დაიკავა თბილისის დინამო ძალიან დიდი ღვაწლი აქვს მანუჩარ მოჩაიძეს რა ფაქტიურად მაგან წაიყვანა დანარჩენი ფეხბურთელები რომ გამოსულიყო თბილისის დინამო ამ კრიზისიდან რა ყველაფერი გააკეთა და მერეც უკვე 76 წლებში როცა ახალკაცი მოვიდა მანუჩარი უკვე კაპიტანი იყო თბილისის დინამოსი და კაპიტანი თბილისის დინამოსი ისე უბრალოდ ვერ გახდება რა როცა გვერდზე ყავს ისეთ ფეხბურთელები როგორც დათო ყიფიანია, ვოვა გუცაევია, მერე საშა ჩივაძე მოვიდა, შოთა ხინჩაგაშვილი იყო და ბევრი მაგარი გამორჩეული ფეხბურთელი ადვილად ვერ გახდები კაპიტანი. ესე იგი უნდა იყო ლიდერი და ლიდერობა მარტო ის კი არ არის რომ კარგად ლაპარაკობ, ხო? ლიდერობა არის მინდორზე. როგორ თამაშობ, როგორ მიყავს გუნდი. ეს იყო მანუჩარი. და ამიტომაც კი წიგნებიც იწა დიდი მანუჩარი იყო ესეთი წიგნი მახსოვს და კი იყო და ღირსიც არის ნამდვილად რა კი და თავის დროზე ძალიან პოპულარული მე არ მინდა ახლა იმ დელიკატურ თემებზე ვილაპარაკოთ რომელიც თქვათ მის წამოსვლას გულისხმობს და ასე მე არ მეშინია მაგ თემაზე თქვენ არ ეს გამოარა ზოგადად ნებისმიერი ფეხბურთელი ცხოვრებაში მოდის მომენტი როცა ეგუდა წავიდეს. თავისთავად. მაგას ვამბობ, რომ ეხლა ჩვენ დღეს მაგას ნაკლებად განვიხილავთ. ისედაც ბევრჯერ ისაუბრეთ მაგაზე და ამიტომ. ხო რა. უფრო მაგარი ვიშამესხი წავიდა, სლავა მეტრეველი წავიდა და თავისთავად. ეს ნაწილია ფეხბურთის, თუმცა თავისი გულისწყეტებიც ახლავს ასე შემდეგ. ეგ სხვა საკითხია, უბრალოდ მინდა რომ ახალკაცზე ვთქვათ ორი სიტყვა, ხო? ახალკაცის დინამო არის რაღაცნაირად რევოლუციური დინამო. იმიტომ რომ მანამდეც ყოლია დინამოს კარგი მწვრთნელები სხვა დროს, ხო? სხვა ტიპის, ზოგი მოწვეული, ზოგი ადგილობრივი, მაგრამ ახალკაცმა მაინც შექმნა გამორჩეული ეპოქა. რომელიც ბევრი თვალსაზრისით იყო მნიშვნელოვანი, სტილური თვალსაზრისითაც და შედეგებითაც, ხო? იმიტომ რომ თასების თქვათ ოთახში დიდწილად არის სწორედ ახალკაცის დროს მოპოვებული თასები. როგორი ტიპის ადამიანი იყო? ამბობდნენ სხვა შორის რომ ინტელექტუალური იყო, წიგნები უყვარდა, თქვათ ამ თვალსაზრისით ხშირად იშველიებდა რაღაც ციტატებს, მის ინტერვიუებიც მინახავს ძველი, სადაც საკმაოდ ისე გამორჩეულად საუბრობს მწყობრად და გონიერად. როგორი ტიპის ადამიანი იყო, როგორ დაგხვდათ და როგორ ურთიერთობდა თქვენთან? მარტივი არ იქნება. შენ იმით დაიწყე რომ ბევრი ცდელი იყო, კარგით, ცოტა ნაკლებიც. ნუ და ახალკაცი მართლა გამორჩეული ცდელი იყო რა. და ცდელის მუშაობა რა არის? რეზულტატია რა თქმა უნდა, ხო? ისეთი რეზულტატი როგორც ნოდარ ახალკაცს ჰქონდა თბილისის დინამოში, აი ერთად რო შეკრიფო მთელი ტრენერები რაც იყვნენ და რაც არიან და რაც ის ახლოს არავინ არ მივა ის. ეხლა იცი რა ნებისმიერ ნიჭიერ კაცს ყავს მოწინააღმდეგე ბანაკიც და ისეთიც რომლებიც ცოტა რეალურად უყურებენ რა. მე მაგალითად ერთი დიდი ხანია ვიცნობ ნოდარ ახალკაცს ვიცნობდი 72 წლიდან. როცა ეგ იყო თბილისისა საქართველოს მაშინ ფედერაცია არ იყო სამართველო, ფეხბურთის სამართველო სპორტ კომიტეტთან არსებული და მაგის თავმჯდომარე იყო 2 წელი. აი იქიდან უკვე ვიცნობდი რა, მაგრამ მანამდე მუშაობდა თბილისის ლოკომოტივში. ეგ სხვა შორის ძალიან კაი ფეხბურთელი იყო, ეხლა ბევრს არ ახსოვს, მაგრამ მე ვიცი, მე მაგის თამაშები ნანახი მაქვს, იმიტომ რომ დავდიოდი ბავშვობაში ლოკომოტივის თამაშზე. ლოკომოტივი მაშინ გამორჩეული გუნდი იყო რა, ფაქტიურად. არსებობდა 3 გუნდი საქართველოში. თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო ტრადიციული და თბილისის ლოკომოტივი, ძალიან მაგარი. ვინც თბილისის დინამოში არ ხვდებოდა თბილისელები, მიდიოდნენ თბილისის ლოკომოტივში და ძალიან ძლიერი კაი გუნდი იყო, საინტერესო რა. მაგის გუნდის კაპიტანი იყო, თამაშობდა ცენტრფორვარდი იყო სხვა შორის. აი ცივის მაგონებდა აი მე დელბოსკეს თამაში რო ვნახე რეალ მადრიდში ეგრევე რატომღაც გამახსენდა ნოდარ ახალკაცი აი თუნელიც მაგარი გამოვიდა დელბოსკი ორივე
აი მართლა პარალელს ვაკეთებ ნახდად გეუბნები რა. იმიტომ რომ ეგეთივე ტექნარი იყო, ეგეთ ცოტა ნელი ფეხბურთელი იყო, მაგრამ თავისი ჭკუით და თავისი ტექნიკით კომპენსაციას უკეთებდა აი თავის აი ამ სისწრაფეს რა. ეხლა რაც შეეხება მაგის ძალიან ირუდირებული ტიპი იყო რა. აი უაღლესად არ ვიცი რა. ეხლა მე-9 სკოლა დაამთავრა ნახალოკაში და მაგ დირექტორი არის ქალბატონი მარინა, მაგას ველაპარაკე და ეგ იყო მაგ სკოლაში სწავლობდა მაგ პერიოდში, როცა ნოდარი სწავლობდა და სულ ამბობდა რომ გამორჩეულად უნიჭიერესი ის იყო რა. აი ფეხბურთსაც თამაშობდა და მაგრასაც სწავლობდა. მე გპ-ი დაამთავრა, ეგეც ამბობენ რომ ძალიან მაგრა დაამთავრა გპ-ი. ნუ მოკლედ ძალიან ჭკვიანი კაცი იყო რა. კითხულობდა აშკარად ბევრს, იმიტომ რომ ციტატებს სულ მე არ მახსოვს ეგ. აი ზბორებზე რო ვიყავით, რომ გარეთ ყოფილიყო რა. სულ იყო ნომერში, სულ რაღაცას წერდა, სულ რაღაცას კითხულობდა, ნუ მოკლედ თავის თავზე მუშაობდა ბოლომდე რა. ფაქტიურად, აი ბოლო წუთამდე იყო მაგით დაკავებული. თუ რამეში ეჭვეეპარებოდა, მიდიოდა საჯარო ბიბლიოთეკაში. აი მიდიოდა და საათობით იჯდა რაღაც თემაზე. მაგრა შეისწავლა ანატომია, მაგრა შეისწავლა ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, დაყავდა მე მახსოვს ფიზკულტურის ინსტიტუტში ესეთი პროფესორი იყო დვალი, ფსიქოლოგი, რომელიც მოდიოდა ჩვენთან ბაზაზე და ჩვენს გვესაუბრებოდა და ნოდარასთან ხო რაღაც პერიოდი სულ იყვნენ ჩაკეტილები, სულ რაღაცებს ლაპარაკობდნენ, ნუ მოკლედ აი თავისი პროფესია შეისწავლა ძალიან მაგრა რა. აი იმის გარდა რომ როგორც ძელი ნიჭიერი იყო, აი რაც გარშემო ჭირდებოდა ფსიქოლოგია კიდევ ერთხელ ვამბობ, ფიზიოლოგია, იქ ბიოლოგია, ნუ ყველაფერს სწავლობდა, რაც ფეხბურთელის გარშემო უნდა ყოფილიყო და უნდა ცოდნოდა მცდელს. მაშინ ეგეთი ბევრი არ იყო რა. მე მგონი ერთი დოდარა იყო და ალბათ მეორე ლაბანოვსკი იყო, რომელიც სერიოზულად უდგებოდა ამბავს. ხო, აი ეგეთი ისა რა. და ნუ ეხლა მაგის რეზულტატებზე ეხლა ლაპარაკი ზედმეტია რა. ფანტასტიკური. მე ვთვლი რომ თბილისის დინამო რო გახდა ეგეთი დიდი გუნდი, ნახდათ მარტო ნოდარას ის არ არის რა ქვია, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი აქვს. მე ბევრჯერ ვილაპარაკე რომ დათო ყიფიანი დააყენა თავის ადგილას, სადაც დათო ყიფიანი გახდა, საშა ჩივაძე დააყენა თავის ადგილას, სადაც ჩივაძე გახდა, ვიტალი დარასელია დააყენა თავის ადგილას, სადაც ვიტალი გახდა, სულაქველიძე მოიყვანა, ჩელებაძე მოიყვანა, შენგელია მოიყვანა. ზუსტად ხედავდა. ხო, ნუ მოკლედ ძალიან დიდი შრომა ჩაატარა და აი უბრალოდ ალბათ ღმერთმა გადმოხედათ, რომ აი ამ დიდმა შრომამ რეზულტატი მისცა რა. აი ამ შედეგებზე რო ვილაპარაკოთ. თქვენთვის საინტერესოა ის სხვა შორის. შეიძლება ზოგადად და შორიდან ასე უცებ ეს ვთქვათ იოლ პასუხად მოჩანდეს და ვიღაცამ რო კითხოს რომ აი ყველაზე მაგარი გამარჯვება რომელია თქვენთვის ვთქვათ ასე რომ ეს არის 91 წლის ძალიან ცნობილი გამარჯვება კარლცეისთან. მაგრამ შეიძლება ეს იყოს პირველი ტროფეი რომელიც აიღეთ. აი თქვენთვის ემოციურად იქთან გოლი გაიტანეთ ახლა კარლცეისთან და თან თავარი, ნუ სერიოზული ამბავი. რომელი უფრო ისეთი იყო ეფექტური, იმიტომ რომ თბილისის დინამო დიდხანს შიმშილობდა. ამ თვალსაზრისით მას არ ჰქონდა ტიტულები სხვა მიზეზის გამო და თქვენმა თაობამ გაარღვია ეს ამბავი. ეხლა მე რაც თამაშობ თბილისის დინამოს და რა თბილისის დინამომ მიაღწია, აი ყველა მისაღები და ძალიან დიდი ფაქტებია რა. ის რომ ჩვენ თასები ავიღეთ, ის რომ ჩვენ ჩემპიონები გავხდით, მეორე ადგილიც ავიღეთ 77-ში, მაგრამ ეს მეორე ადგილი არ იყო რა. ფაქტიურად წაგვართვეს, აი აქ არ ვიცი, იცი შენ ისტორია ზარიასთან რო იყო. კი, როგორ არა. ძალიან როცა ჩვენ ფაქტიურად 1-2 ქულა დაგვაკდა, რომ ჩემპიონები გავხდარ ვიყავით. და აქ რაც მოხდა და სტადიონზე რო ხალხი გამოვიდა და შევარნაძის ჩამოსვლით და თელი ნუ ეგ ისტორია ყველა მიცის, ხო? ეს ყველაფერი მე ვთქვათ იგივე ეს თასების თასის თამაშები აქ ფეინორდს მოუგეთ ხო დიდი ანგარიში და
რაღაცა ძალიან მაგარი აჟიოტაჟი იყო, მერე ვესტჰემის თამაში ყველას ახსოვს. ფანტასტიკური. ფინალის თამაში. ჩემპიონთა ლიგები თამაშებს გულისხმობ ამ შემთხვევაში, ხო? იგი ლივერპულის თამაშის ხვები. ხო, აი მე მაგისკენ მივდივარ რა, მაგრამ აი ემოციურად რა. ემოციურად ჩვენთვისაც და ხალხისთვისაც მე ესე ვფიქრობ, ეხლა ხალხზე პასუხს ვერ გაგცემ, მაგრამ ესე ვფიქრობ, რომ იყო მაინც ლივერპულთან თამაში რა. და გეტყვი რამდენიმე პრედისტორიას საინტერესო. აი ლივერპული მაშინ იყო ინგლისის ნაკრები ფაქტიურად რა. 7 კაცი ინგლისის ნაკრებში იყო. ჯიმი კეისი იყო ირლანდიის ძირითადი ირლანდიის ნაკრების მოთამაშე. მაგდერმოტი და სუნესი იყვნენ და დალგლიში შოტლანდიის, მაშინ შოტლანდია ძალიან მაგარი გუნდი იყო. მაგის ვარსკვლავები, დანარჩენი ყველა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები და პლუს მაგას ორჯერ ზეზე 17-ში და 18-ში ეგენი იყვნენ მაგ ჩემპიონთა ლიგის ფლობელები რა. ეგ საერთოდ ინგლისური ფეხბურთის დომინაციის პერიოდი 80-იან სანამ ის ტრაგედია მოხდებოდა. მithumetes ლივერპულის რა. მთელი მსოფლიო მარტო ლივერპულზე ლაპარაკობდა, მთელი ევროპა მარტო ლივერპულზე ლაპარაკობდა და მაგათთან შეხვედრა პირველი არ უნახია ხალხს 2-1 რო წავაგეთ ინგლისში. ეგეც ძალიან მაგარი თამაში იყო სხვათა შორის, აი თავიდან ბოლომდე რო ენახა ჩვენ მაყურებელს უფრო დიდი პლუსი ექნებოდა თბილისის დინამოს, ისედაც ხო პლუსებში ვართ, მაგრამ უფრო დიდი პლუსი ექნებოდა ეგ თამაშიც რო ენახათ და მერე ჩამოდიხარ აქ არის ეს თამაში მოლოდინი და არავის არ ჯერა ფაქტიურად არც გულშემატკივარს ეხლა არ მითხრა ქართველებმა რომ ჯეროდათ რომ ჩვენ ლივერპულს მოუგებდით და მოუგებდით 3-0-ს რა არავის არ ჯეროდა ალბათ ერთადერთი ვისაც ჯეროდა იყო ნოდარ ახალკაცი და ჩვენ რა ფეხბურთელები და მახსოვს ეგეთი ეპიზოდია აი ხვალ არის თამაში და უკვე ავდივართ ნომრებში, უკვე 11 საათია და ათბოის ის არის რა, დასვენების დღე ისა პერიოდია და იქ როგორ ჩვენ სადაც ბაზა არის, ჩვენი არის სამსართულიანი რა და მე და რამას შენგელია მესამე სართულზე ვცხოვრობდით და მეორე სართულზე იყო სასწორი, რომელთაც ყოველდღიურად ვიწონებოდით რა და რო ავდივართ უკვე მე და რამაზა რატომღაც ერთად ავდივართ და ჩამოდის ნოდარა ზევიდან, ნოდარაც ახალკაც გულისხმობ, მესამე სართულზე იყო მაგის ოთახი და ჩამოდის და დაგვიჭირა ამ სასწორთან რა და გვეუბნება რომ აი ახლა უნდა აკტონოთო და თუ თქვენი წონა ხართო ჩვენ ვიყავით ორივე 73 კილო. ხვალ თითო გოლს შეაგდებ და მოვიგებ თამაშო რა. საინტერესო. აი შვილებს ვისაუბრე ეგეთი ფსიქოლოგიური ილეთი. ხო, დაგვაყენა ჯერ მე დავდექი 73 ჩემი წონა მე რამაზა დადგა 73 თავის წონა და აუ ხვალო თითო გოლს შეაგდებთო მაგრები ხართო დავაი დაისვენეთო და როგორ სწავლობდით მეტოქის თქვათ თამაშ ტაქტიკას ფეხბურთელებს ეს ხო ცოტა უცნაური დროა გარდა იმისა რომ ტექნოლოგიურად არ არის თანამედროვე ეპოქა ხო სადაც ახლა ნებისმიერი თამაში შეგიძლია რომ ვიდეოთი განიხილო გადაახვიო დეტალები ნახო იმ ფეხბურთელის პრეისტორია ნახო თვითონ საბჭოთა კავშირის კონტექსტიც იმას გულისხმობს რომ კედელი გაქვს რა დანარჩენ სამყაროსთან და ინფორმაცია შემოდის ცოტა აი როგორ განიხილავდით სამუშაო თქვათ მაგიდაზე აი მაგალითად ლივერპულის ფეხბურთელებს ხო ნუ მაგაში ძალიან სწორი ხარ ჩვენ ფაქტურად არანაირი ინფორმაცია არ ქონდა ალბათ ჩვენზეც არ ქონდათ იმათ ინფორმაცია იმიტომ რომ ჩაკეტილი ჩემპიონატი იყო უყურებდა მარტო ძირითადში ეს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა ანუ საბჭოთა კავშირმა და იქით რა ბატონ ნოდარს ქონდა ეგეთი რამე რომ მონახავდა ხოლმე იქ ცხოვრები ვიღაც პიროვნებები საინტერესო. ხო, აი თქვათ ინგლისში ან იტალიაში ან ისა და იმათ ხოვდა რა, რომ აი პრესა რას წერს, თქვენი აზრი. ძალიან საინტერესო. ხო, და აი მაქსიმალურად მაინც ცდილობდა რომ შეეგროვებია რაღაც ინფორმაცია. თუ შანსი ქონდა რომ ვინმე ტრენერებისგან მაგის ან თვითონ ან
მაგის მოადგილეები ხო იყო კუტივაძე, ნოდია, ბატონი კახი ასათიანი. ეგენი თუ შეიძლება რომ წასულიყვნენ და ენახათ ერთი თამაში მაინც რომ რაღაცა წარმოდგენა იყო ყველაზე მაქსიმუმი რაც შეიძლება და ამიტომ ესე აგროვებდა მაქსიმუმ ინფორმაციას და ყოველ თამაშის წინა საღამოს თეორიასავით ხონდა, სადაც გვაცნობდა რა. რომ ვთქვათ, აი ნაპოლის გუნდში თამაშობს სავოლდი, რომელიც იმ პერიოდში ნაკრების ცენტრფორვარდი იყო და მაგას ესეთი ფეხბურთელია წერენ ამას, იმას. ნუ რაღაც ინფორმაციას მინიმალურს ღებულობდით. რომელი ფეხით უკეთ თამაშობს, სად შეიძლება ვთქვათ. ხო, ნუ მინიმალური ახლა. ნაკლი და ასე. შენ რო უსმენ ალბათ ფანტაზიური უნდა იყო, რომ მითხრა ეგეთი ფეხბურთელი, რომელიც არასდროს არ გინახია, აზე არ ახარ, გვარის გარდა ვინ არის, როგორი აღნაგობის არის და შენთვის მერე ფანტაზიად წარმოიდგინო, როგორ უნდა ეთამაშო, როგორ უნდა დააკავო, ნუ რაღაცა ძალიან საინტერესოა ეგ, იმიტომ ვიღაცას რომ მოუყვე საზღვარგარეთ, ეგონება რომ რაღაც უტოპიურ ზღაპარს უყვე, ვერ მიხვდება, იმიტომ რომ იქ არა უფრო ეგონებათ რომ იმაში ვართ რა. მე-17 საუკუნეში თუნდაც, იმიტომ რომ რეალურად იქ ისეთი დეტალური განხილვა მიდის, იმის ბებიის, ბაბუის მონაცემებს სწავლობენ ლამეს, იმ ფეხბურთელებს და ყველანაირი მასალა აქვთ. და ყველა დეტალი იციან, სად შეიძლება გადახტეს ის მეკარე, სად ნაკლებად გადახტეს, სად რომელი ფეხბურთელი რომელ მონაკვეთში გქონდა. აქ გამოდის რომ რეალურად ცოცხლად ეთამაშებოდი. პირდაპირ მოედანზევე აკვირდებოდით ადამიანების ნაკრებს და ბაკ მომენტში აი რატო ვთვლი რომ ჩვენი გუნდი იყო ძალიან მაგარი. აი რო ადარებენ ახლა მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ადარებენ დღევანდელ ნაკრებს, გუშინდილ ნაკრებს, წინა ნაკრებს, რაღაცებს. ეგ აბსურდია რა, ეგეთი გუნდი გულწრფელად ვერ გეტყვით რომ ამდენი კარგი ფეხბურთელი, რამდენის თქვენს დინამოში იყოს, ბილად ვამბობ ჩვენს ნაკრებში არ არის. ამიტომ მე რატო დავიწყე ეს ლაპარაკი რომ შენ თვითონ უნდა იყო ისეთი მომზადებული და ისეთი ძლიერი რომ გამოხვალ მინდორზე და ტიპებს მარტო გვარებად იცი და სახელებად ხო იმათ უნდა ეთამაშო მაგრამ იმდენად ძლიერი უნდა იყო რომ დაჩაგრო ეგენი მინდორზე რა ხო მივხვდი რაზეც ლაპარაკობ ხო ჩვენთვის უკვე ისე ვიყავით ვიჩეულები რომ თავარი არ იყო ვის ეთამაშები ანუ თავარი იყო შენ როგორ ეთამაშები, როგორ მოემზადები და რა დონის ფეხბურთელი ხარ იმას რო ეთამაშები. ფინალი თქვენთვის შორიდან რეალურად ეს ყველაფერი მაინც ბევრი ანალიზის მერე იოლად გასააზრებელია. გულისხმობ იმას, რომ უკვე ხვდები რა მასშტაბის ამბავია ეს. მე წინა სტუმარიც მყავდა ერთ-ერთი ფეხბურთზე, რომელსაც უთხარი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საქართველოს ნაკრები მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ამით ჩვენ რეალურად ევროპისთვის აღმოჩნდით, ხო, როგორც ქვეყანა, საფეხბურთო ქვეყანა. და იქ ამას ჰქონდა გაცილებით დიდი მნიშვნელობა. საკუთარი თავი უნდა აღმოგვეჩინა. საკუთარი თავი უნდა დაგვემჩნია რუკაზე. ანუ ეს იყო რაღაცნაირად ეროვნული აქტი, ხო? ანუ ის ვიღაცის ამბობს, რომ ეს წამოცდენა იყო, მე არ მგონია, რომ ეს წამოცდენა იყო, როცა კოტე მახარაძე ეთერში ამბობს, რომ თბილისიზე იმობს, საკუთრივ თბილისი, ხო? წესით პროტოკოლით უნდა ქვეყნის დედაქალაქი იყო მოსკოვი, საბჭოთა კავშირის ის უნდა ეთქვა, ხო? ეს იყო რაღაცა ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი. მაშინ აღიქვამდით ამას, რომ თქვენ რეალურად საქართველოს საქმეს აკეთებთ. ნამდვილად აღვიქვავდით, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ისინი არ ვიყავით რა, ტყიდან მოსულები, ხო? რა თქმა მაგაზრით არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცოდით, რომ თუნდაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს უთამაშობდით, ხო? ჩვენ ხო ვიყავით, ჩვენ ვიყავით საქართველოსთან, ჩვენ ვიყავით თბილისის დინამო, არა ვთქვათ, კიევის დინამოს ფილიალი და სპარტაკის ფილიალი, ანუ საქართველოს გუნდი, თბილისის გუნდი, თბილისის დინამო. და არა რაღაცა სპორტ საზოგადოება. რომელსაც ჰქონდა თავისი ტრადიცია, რომელსაც ჰყავდა თავისი უდიდესი ვარსკვლავები და ბევრად მაგარი ვარსკვლავები, რომ ვიდრე დანარჩენ საბჭოთა კავშირში რა, იგივე მოსკოვის გუნდები რო ავიღოთ, იგივე კიევის დინამო
არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი არ სოფლიო იმაში ნაკრებში ითამაშა სულ ორმა ფეხბურთელმა, ხო? იაშინმა და სლავა მეტრეველმა, ხო? თბილისის დინამოდან მეტი ვინ ითამაშა სოფლიო ნაკრებში არავის არ მიუღია მონაწილეობა. ამიტომ რა თქმა უნდა ეგ გათქმა ყოველთვის იყო და მე მაგალითად ნამდვილად არ მიკვირს რომ ბატონ კოტე მახარაძემ ეგ თქვა და აქცენტი გააკეთა რომ я представляю что творится в Тбилиси რა სტოლიცი გრუზია ნამდვილად ეგრე იყო იმიტომ რომ კი გასაგებია რომ მართლა მთელ საბჭოთა კავშირს გაუხარდა ჩვენი მოგება მაგრამ ის რაც თბილისში იყო ეგეთი რამე ხო არ არსებობდა არსად რა თქმა უნდა ჩვენი ზეიმი იყო პირველ რიგში იმათნ ეხა გულწრფელად გითხრა ან გაუხარდა ან არა რა თქმა უნდა და აი ეს შენ რაც ხვი ჩვენმა ნაკრებმა ხო ევროპის პირველობაზე რომ მოხდა ეგ იყო იგივე იმ საქმის გაგრძელება რა ძალიან მაგარი საქმე გააკეთეს ამ ბავშვებმა რა იმიტომ რომ ფაქტიურად ჩვენ შემდეგ 40 წელია საქართველოს ევროპის რუკიდან ამოვარდილი იყო და სოფლიო რუკიდან როგორც ფეხბურთის სამყარო და ამათმა დაამტკიცეს და დაანახეს რომ საქართველოში არსებობს და ცოცხლობს ფეხბურთი და არის აგერა. მაშინ ნაკრები თქვენი ყავით საქართველოში რეალურად. ეგრე იყო და არავინ არ მოვიდა. და ჩათვალეთ რომ ევროპის ჩემპიონატი მოიგეთ რა. ანუ მაშინ ამ განცდით და ამ გადასახედით ეგრე არის ნუ ეხლა ფაქტია რა თუნდა ეხლა. მაგრამ აი ეხლა მოდი იმ ნაკრებზეც ვთქვათ ორი სიტყვა და თქვენს ამბავზე, ხო? ფაქტია რომ თქვენ ტოპ ფეხბურთელს, სოფლიო მასშტაბის ფეხბურთელს, მე რეალზეც ვთქვათ ორი სიტყვა რეალის ინტერესზე. რაღაცნაირად კი არ მიკვირს ზოგადად საბჭოთა კავშირში რატო ხდებოდა ეგ ამბები, მაგრამ მაინც კულუარული მოცემულობები როგორ იყო, არ გწყალობდნენ დიდად, ხო? ის მწვრთნელები და ნუ რაღაცნაირი ზოგადად დამოკიდებულება იყო ქართველი ფეხბურთელების მიმართ. ზოგიერთი თამაშობდა სტაბილურად, ზოგიერთი. მაგრამ ნუ ეს იშვიათობას წარმოადგენს. როგორი იყო ეს მაშინდელ საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოძახების პრინციპი? მეც რა არის გიორგი, შეიძლება სხვადასხვანაირად შეხედო ამ ამბავს რა. შეიძლება შეხედო უბრალოდ ცდელის მხრიდან, ხო? არის ვთქვათ, მაშინ იყო ორი მსვლელი ფაქტიურად რა. არ იყო ლაბანოვსკი, ჩემ პერიოდს ვამბობ, ან იყო ბესკოვი რა. რომელსაც ორივეს ყავდა შვენიერი გუნდი. კიევის დინამო, მოსკოვის სპარტაკი. ერთხელ იყო ექსპერიმენტი ახალკაცი ბესკოვი, ლაბანოვსკი სამი. მაგას გეუბნები რა და ჩვენ ვიყავით ვითომ და მესამე გუნდი რეალურად ყველაზე ძლიერი გუნდი მაშინ ერთ-ერთი რა თქმა უნდა თბილისის დინამო იყო მაგრამ მაინც ნუ უძახოდნენ იმ ფეხბურთელებს ვინც რეალურად ჭირდებოდა რა ეხლა საშა ჩივაძეს გარდა მაგ ცენტრალური მე საერთოდ მაგნაკრებში დამცველს ვერ ხედავ პოპულარულს ესე რომ ვთქვათ აი ეხლა შენ გახსოვს ხო ეგ ნაკრებები აი მითხარი ერთი მაგ პერიოდში დამცველი მე მახსოვს უკან არიცხვით ხლად მაგხელა არა ვარ მაგრამ წამიკითხავს ბევრი და მიყურებია მერე კადრებს განსაკუთრებით იმ ევროპის ჩემპიონატი რომელიც ძალიან კარგად ითამაშა საბჭოთა კავშირში ჰოლანდიასთან ვერ გახდა ვერაფერს მაგრამ ნუ დანარჩენი ჯგუფში მაგრად ეთამაშა არავინ რა თქმა უნდა ეხლა იქ ჩემ 88 წელს არ მახსოვს ეგ 88 წელი იყო როცა მეორე ადგილი ჰოლანდიასთან წავაგეთ ფინალში მაგრამ მაშინ უფრო წინავდნენ თქვა თავდასხმელები თავისთავად ვიდრე დამცველები რა ფაქტიურად მე მაგალითად ეხლა მე წარმომიდგენი ეს ნაკრები და ვიცი რომ იქ ბლოხინი იყო ონიშენკო იყო ზავაროვი იყო მიხაილიჩენკო იყო ბურიაკი იყო ესენი მაგრამ დამცველები არ მახსოვს ნამდვილად ვინ იყო რა იმიტომ რომ იმდენად არ წარმოადგენდნენ რა თავისი კლასით რაღაცას ევროპის დონეზე რომ მე გენი დამახსოვრებული მყავდეს რა მე დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი დღევანდელი გულშემატკივარით ეგრეა რა ამიტომ მე ისევ დავუბრუნდები ნაკრებს ირჩევდნენ რაღაცა ისეთ ფეხბურთელებს ვინც აუცილებელი იყო მაგათთვის რა მაგრამ ეხლა მე მაგალითად ჩემ თავზე ვიტყვი ხო 91 წელია თბილისის დინამო არის ფავორიტი ყველა თელ ევროპაში რა ყველა დონის გუნდები ყავს
დამარცხებული და ყველა დონის გუნდებთან მაგარი თამაშები გვაქვს და თამაშები. იგივე 79 წელს, 78 წელს. მაგრამ არასდროს არც ერთი მცნელი არ იფიქრა იმაზე, რომ აი ვოვა ჩემ თავზე ვამბობ რა, დაუძახოთ როგორც ერთ-ერთ ძირითად ფეხბურთელს რა, რომ მართლა მივცეთ შანსი, რომ ითამაშოს და თავი გამოაჩინოს რა. ყოველი ჩემი გამოძახება იყო ფაქტიურად ის, რომ მე მივდივარ რეზერვში და როდის გამომიყვანს მცნელი და რატო გამომიყვანს ჩემთვის ცნობილია. ერთი მაინც გაიტანეთ. ამიტომ მე ბევრჯერ საშუალებით მქონდა ლაპარაკი. ყიფიანზეც იგივე ხდებოდა. ყიფიანზეც იგივე ხდებოდა და ისა. და მაგიტომ გეუბნები, მაგრამ მაშინ იყო როგორ ეხლა დღევანდელი ფეხბურთელი თავისუფალია თავის არჩევანში რა. უნდა წავა ნაკრებში რა. არ უნდა არ წავა ნაკრებში. თავის რჩევაზეა რა. მაშინ სულ სხვა რამე იყო. შენ გამოძახებული ხარ ნაკრებში, არ მიდიხარ, ან უნდა იყო ავად, ან უნდა ტრავმა ქონდეს, ან უნდა რაღაცა სასწაული მოხდებოდეს შენ ოჯახში, რომ შენ ეგზბორები არ წახვიდე და არ გამოცხადე. თუ ეგის არა გაქვს, რა ქვია, მიზეზი არა გაქვს, ეგრევე გაძლევდნენ დისკვალიფიკაციას და ძალიან შეიძლება საერთოდ აეგზალოთ ფეხბურთიდან მოეკვეთე. ფეხბურთის თამაში. ამიტომ ნოდარას რო ვეუბნები, ბატონ ნოდარ. არ მინდა რა, ეხლა უნდა წავიდე საწვალებლად დრო დავკარგო რაღაც. სულ მეუბნებოდა, რომ არ შეიძლებაო რა, შენ ხო იცი, რომ დისკვალიფიკაციას შენც მოგცემენ დაზარალდები და თბილისის დინამოს დაზარალდება რა. ამიტომ მე ზათო ყიფიანი და ეს ბიჭები ეხლა ბევრი უფრო ღირსი იყო, მაგალითად შოთა ხინჭაგაშვილი რა ღირსი არ იყო, ნაკრებში ეთამაშა ჩივაძესთან ერთად თავისუფლად, ხო? მაგრამ ეგეც არ აყავდათ. ნუ მოკლედ თავისი ის ჰქონდათ რა. მე ხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი რა. ჰქონდა თავში გიდა ლაბანოვსკის, გიდა ბესკოვს, მაგრამ მე ჩემსას ვამბობ, რომ მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ მოეცა ჩემთვის შანსი, რომ მე მეთამაშა როგორც ძირითადი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი, მე რაღაცა კვალს დავტოვებდი. ძალიან დიდ. ჩემი აზრით ძალიან დიდ, იმიტომ რომ მართლა სოფლიო კლასის ვარსკვლავი იყავით და ეს არის დადასტურებული მათ შორის იმით, რომ ყველა დროის ტიტულების თვალსაზრისით ყველა დროის ყველაზე დიდი გუნდი დაინტერესდა თქვენით. ეს ისტორია მოგვიყევით. ეს ისტორია იძებნება, დადასტურებულია, იქაური წყაროებიც ადასტურებენ, მაგრამ აი თქვენ როგორ გაიგეთ და რამ შეგაფერხათ, ეგ კი ვიცით ახლა. როგორც ხდება. ვიცი რა, ისა, გიორგი, ეგ იყო მართლა მოულოდნელი რაღაცა რა. შეგი, ნუ მადრიდის რეალზე იცით, რომ ეგ ტურნირი არის ძალიან პოპულარული ტურნირი და ძალიან მნიშვნელოვანი თვითონ მადრიდებისთვის რა. იმიტომ რომ სანტიაგო ბერნაბეუ არის პიროვნება ფაქტიურად, რომელმაც შექმნა რეალ მადრიდი თავისთავად. აი ამ დონის, თორე რეალ მადრიდი შეიძლება ყოფილიყო როგორც არსებობს სევილია, როგორც არსებობს იქ სხვა გუნდები, ხო, მაგრამ ამიტომაც ქვია მისი სახელი იმ ხო, მაგას გეუბნები. ამ წვერვალზე მაგ პიროვნება მაიყვანა და მაგის სახელობის თასი თამაშდება ყოველ წელს და არის ძალიან პოპულარული და ძალიან მნიშვნელოვანი და იმ ტურნირში უბრალო გუნდი ვერ მიიღებს მონაწილეობას. რაღაცა უნდა კონდეს მოგებული რა. ან თავის შენი შიდა ჩემპიონატი, ან საერთაშორისო ევროპის რაღაც თასი უნდა კონდეს მოგებული. ამიტომ იმ წელს დაუძახეს აზე 67, რომელიც იყო ჰოლანდიის ჩემპიონი, დაუძახეს მიუნხენის ბავარიას, რომელიც იყო გერმანიის ჩემპიონი, თვითონ რეალ მადრიდი და თბილისის დინამო, როგორც თასების თასის მფლობელი. და ნუ ეხლა მე ვთვლი, რომ წარმატებით ვითამაშეთ ეგ ტურნირი, იმიტომ რომ ძალიან ეხლა წარმოიდგინე, რომ სანტიაგო ბერნაბეუს ძველი სტადიონი 100,000 მაყურებლამდე ძალიან წარმატებულა. ეტეოდა ხო და იქ რომ აპლოდისმენტების ქვეშ ითამაშებ, მთელი გუნდი ძალიან ბევრს ნიშნავს, რა. და ნუ მართლა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ უკვე
ის იყო, რა ქვია, დაჯილდოება იყო და ნუ გუნდებს თასებს აძლევენ და რაღაცას და აცხადებენ ჩემ გვარს სტადიონზე და ესპანურად იყო ეს გამოცხადება და ნუ ჩემი გვარი კი გავიგე, მაგრამ ვერ მიხდი რა ხდება რა და მოვარდა ჩვენი ისა თარჯიმანი და ის მეუბნება რომ ის შენო დაჯილდოებული ხარო საუკეთესო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და უნდა ახვიდეო და მანახა იქ როგორ არის იცი ლოჟაში ხდება ეს ყველაფერი და ლოჟამდე არის ერთი ალბათ 50 საფეხური რა აი უნდა წახვიდე ზევით და წარმოიდგინე ახლა შემიგდნობა რომ მივდივარ ამ საფეხურებზე 100,000 მაყურებელი ბერნაბეუ სტადიონზე დგას და გიკრავს თავს რა მაგარი რაღაცა იშვიათი ხო მე მოვედი სასტუმროში ნუ სასტუმრო სხვათა შორის ჩვენ და ბავარია ერთად ცხოვრობდით ერთ სასტუმრო იყო და ნუ იასია ახლა რა უნდა გავაკეთოთ ნომრებში ყველა ვართ ხოლში მიდის ამ ტურნირზე ლაპარაკი სხვადასხვა ფეხბურთელებზე სხვადასხვა იმაზე და ფაქტიურად თელი გუნდი ვართ რა ქვევით ჩვენი ხელმძღვანელებიც მაგრამ მე მგონი რომ ხელმძღვანელებმა იცოდნენ იმიტომ რომ ყველა ქვევით იყო რა კგბ-ს წარმომადგენელი სტდელები თარჯიმანი ყველა და ამ დროს შემოდის არ ვიცი მაშინ ვინ იყო მაგათი პრეზიდენტი და მოყვა 1-3-4 კაცი რა კიდევ შემოვიდნენ და ჩვენ ხო ხა ხოლში ვარ და უყურებთ ამ ყველაფერს ნუ ეხლა კი მიდის ერთმანეთში ლაპარაკი მაგრამ ვერ წარმოვიდგინე რომ ჩემს სალაპარაკოთ მოვიდეთ ჩემზე და გონია რომ ნუ მოვიდნენ რა ხელმძღვანელები რაღაც მადლობის გადასახდელად ან რაღაცა სადმე დაპატიჟოდ ან რაღაცა ხო მათი ორგანიზებული ტურნირია და ხო ნუ გასაგებია რომ რაღაცა ისა და თურმე მიდის ლაპარაკი რა რომ აი თქვენი ფეხბურთელი გინდა რომ ვიყიდოთ და რაღაცა ეგ მერე თარჯიმანმა მოვიდა თარჯიმანმა მითხრა ძალიან მაგარი კაცი იყო ნიკო ცაგარეიშვილი ვიყიდოთ კი არა ხო და ნუ რაღაცა ისინი დეტალები მერე დაგიჭერდნენ რამე ინტერესი რომ გამოგეხა და გამოგეხა მაშინ იცი რა არის აი ფიქრი მაგაზეც კი ზედმეტი იყო რა რომ გეფიქრა რომ აბსურდში ცხოვრობ ხო ეხლა მე იმას ვიზავ და აი მეძახიან და გავიქცევი ნუ იასწია რომ სად გაიქცევი რა საბჭოთა კავშირის კგბ-დან ვერსად ვერ გაიქცევი ხო გასაგებია რამხელა პერსპექტივა იხაზებოდ ძალიან ბევრი რაღაც დააკლო ამან თქვენ თაობას რეალურად რა ამ ჩაკეტილობა მარტო ჩვენ თაობას არ აგი ვაფშე ფეხბურთს ძალიან ბევრი ფეხბურთსაც მასე მაგაზრით ყველა ადამიანსაც ყველა სფეროში ხო ეხლა აი ეხლა ხო ვამაყობთ ხო ჩვენ კვარაცხელიათი ვამაყობთ მამარდაშვილით ვამაყობთ იმითი რა ქვია მიქაუტაძით ხო თამაშობენ კაი გუნდებში და ქართველები ამაყობენ რა კაი ჩვენ ვითამაშეთ ჩვენი ახალგაზრდობა მივეცით თბილისის დინამოს რატო არ გინდა რომ შანსი გქონდეს რომ ითამაშო თქვა რეალ მადრიდში რა თქმა უნდა რომელიც ეხლა თბილისის დინამო პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში ხო ფაქტიურად და რეალ მადრიდი მთელ სოფლიოში ვინ იტყვის დღეს რეალ მადრიდში თამაშობს და სხვადასხვა გუნდებში რა მესმის რახან ვახსენეთ მოდი დასასრულისკენ თანამედროვე ფეხბურთიც ვახსენოთ ქართული ფეხბურთი და მოდი ამაზე გამოგითქვამთ თქვენ აზრი მაგრამ ორი სიტყვა მაინც აი ჩვენს ფორმატში ხვიჩად კვარაცხელიას ფენ განსაკუთრებით ეს ბოლო სეზონი რომელიც რეალურად მისთვის ალბათ მაინც ყველაზე წარმატებული იყო იმიტომ რომ გარდამტეხი ფიგურა აღმოჩნდა ბევრისთვის გასაკვირადად სხვა შორის უცხოეთში მთელი ჩემპიონთა ლიგის სეზონის ნუ ეხლა იცი რა არის მეც იმდენი მაქვს რა თქვა მე ხვიჩა კვარაცხელიაზე და მთელი ქართული პრესა და ევროპული პრესა და მსოფლიო პრესა რომ მაგის ქება და დიდება ზედმეტი იქნება რა არის უნიჭიერი ფეხბურთელი ძალიან ბევრი რამე გააკეთა საქართველოს ფეხბურთისთვისაც რა თქმა უნდა და თვითონ ევროპულ ფეხბურთისთვისაც რა და ერთ რამეს ვიტყვი ფაქტიურად მე რო უყურებდი
ფინალს ხო არსენალის და PSG-ს თამაშს ეგ იყო ალბათ ყველაზე ცუდი თამაში რაც ითამაშა PSG-მ რა თავისთავად იმიტომ რომ არსენალი კლაუსტროფობიულ ფეხბურთს თამაშობს ეხლა არსენალზე საერთოდ არ ვლაპარაკობ იმიტომ რომ მე თვითონ ფიზიკურად არ მიყვარს ეგეთი ფეხბურთი რა მე მიყვარს ფეხბურთი სადაც მოტყუება სადაც არასტანდარტული ხოდებია არასტანდარტული პასებია არასტანდარტული რაც მოქცევებია მინდორზე ეგ არის რაც ფეხბურთს ალამაზებს და არსენალის მხრიდან მე ვერ დავინახე ერთ-ერთ თამაშში რა და წეგან სანამ ჩვენ ლაპარაკი დავიწყეთ გითხარით კიდევაც რომ აი დამისახელი 5 ფეხბურთელი არსენალის გვარი და სახელი და გავჩვდები ვერ იტყვი რა იმიტომ რომ არ აყავთ ეგეთი ფეხბურთელები რომ გულშემატკივარს დაემახსოვროს რა PSG-ს ყავს მერე რო დარჩება მით უმეტეს არ ყავთ ეგეთი მაგას გეუბნები PSG-ს ყავს ეგეთი ფეხბურთელები თანაც ბევრი და ერთ-ერთი ლიდერი არის ხვიჩა კვარაცხელია ხო და მაგას რო არ გაეკეთებია ეგ პენალტი მე დარწმუნებული ვარ რომ წააგებდნენ მაგ თამაშს რა თქმა უნდა ისევე როგორც ჩელსისთან მომენტი ვერ შექმნეს ფაქტიურად საგოლები მე მგონია რომ მიუნხენის ბაიერნთანაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ხვიჩა იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ისეთ თქვათ არა ნუ მთელი ეს გზა რაც გაიარა PSG-მ ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსისთანაც ნომერ პირველი იყო ხვიჩა კი და მერე მაგის უკან არის დემბელე, ვიტინია და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. მე მგონია რომ არ გაუმართლა იმით რომ ჩემპიონთა ლიგა არ არის წელს მთავარი ტურნირი, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება და შესაბამისად ალბათ ამ თვალსაზრისით ოქროს ბურთის აღება გაუჭირდება. თუ არა მე საერთოდ აი ამ ოქროს ბურთზეც მინდა ორი სიტყვა თქვა ჩემი აზრი რომ გულშემატკივარობა იწოდეს რა. აი არის სუფთა მაფიოზური გახადეს სტრუქტურა მართლა გეუბნები სადაც ძალიან დიდ როლს თამაშობს ტიპი რომელ ნაკრებში ხარ და რომელ კლუბში ხარ კლუბში იმიტომ რომ ეხლა PSG არის კატარის კლუბი ხო უმდიდრესი პიროვნებები არიან მაგის ფლობელები რა რომლისთვისაც მილიარდი 5 მილიარდი 20 მილიარდი ეგ ფული არ არის რა და რა თქმა უნდა მაგათვის ძალიან მნიშვნელოვანია ვინ აიღებს ამ ოქროს ბურთს რომელი კლუბის ფლობელი რა რომელი კლუბის წევრი ясნია რომ აინტერესებთ რომ PSG-დან იყოს და პლუს საფრანგეთის ნაკრებია რა ეგეც ანუ ისევ დემბელეს აქვს წელ შანსია ხო ეხლა ნახე რა მე ხო იცი რომ ჩვენი გადაცემა მაგ და ბოლო შაბათს იყო თემურ ქეძბაია ჩემთან სტუმრად რა და იქ ვეკითხები მე თემურ აი ჩემას გეუნები მეთქი და შენ თუ დამთანხმდები კარგი იქნება მეთქი ანუ არ სიტყვი რა დღესდღეობით ყველაზე მაგარი ფეხბურთელი ევროპიდან რო ავიღოთ ხვიჩას გარეშე ვამბობ რა არის მბაპე მეთქი რა დემბელეძეც მაგარია და ყველაზე მაგარია თვითონ საფრანგეთის ნაკრებშიც რო აიღო დემბელეს როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მბაპეს როლი უფრო თავისთავად ეს წინა ჩემპიონატებზეც გამოჩნდა და სხვების რა პირველი როლი აქვს მაგას აი უკვე 3 წელია ოქროს ბურთს არ აძლევენ სხვადასხვა პრიჩინებით არ ვიცი რა შეასაქმე და აძლევენ დემბელეს და ვიღაც სხვა ტიპებს და თემურამ თქვა ზუსტად ეგრე რა ზუსტად გეთანხმებიო ეხლა ფსტელია და დღევანდელი ფსტელია მანამდე საერთოდ როდრის მისცეს ეგერ და ხო და მაგას გეუნები რა და გეთანხმებიო რომ იმისნაირი მბაპესნაირი ფეხბურთელი დღეს არ არის და მეორე არის იამალი ჩემის აზრით იმიტომ რომ თუ მე ფეხბურთს უყურებ იმიტომ რომ ემოცია მინდა მივიღო რა და ემოციას მე ვღებულობ იმისგან რა ქვია იამალისგან რა როგორ ატყუებს როგორ არასტანდარტულ ნაბიჯებს აკეთებს ყოველი მაგისი ნაბიჯი არის არასტანდარტული რა აი მე ხო პროფესიონალური ფეხბურთელი და დიდი ბევრი თამაში მითამაშია მაგრამ რო უყურებ არ ვიცი რას იზავს ამ სხვა მაგარი ბიჭია ყველა ვიცი რა სხვა რას იზავს რო ეხლა უნდა წავიდეს მარცხნივ ან ეხლა უნდა წავიდეს ჯობია მარჯვნივ
ამისი ვერ გავიგე რა, იმიტომ რომ ყველა მაგის დაბიჯი არის საინტერესო და არასტანდარტული და ეს. კი ბატონო და ბოლო ამ სოფლიოზე ვის გულშემატკივრობთ? და საერთოდ როგორ უყურებთ ამ ჩემპიონატს? რამდენად ხიბლავთ თანამედროვე ფეხბურთის ზოგადი აზრით? იცი რა არის? ერთი მხრივ შეიძლება კარგია რომ ამდენი გუნდები შეყარეს რა 48 გუნდი, იმიტომ რომ მინდიან პოპულარიზაცია არის ფეხბურთის ერთი მხრივ და დიდი ფინანსებია რა. აი ხლა რამდენი 3 ტური გაიარა თუ რაღაცა ხო? 3 ტური არა, რამდენიმე თამაში ჩატარდა დღემდე. და მთელი სტადიონები სავსეა რა. გინდა კურასავა მითამაშოს, გინდა იქ კოპა ვერდე მითამაშოს, ნებისმიერ თამაშზე გატენილია და იქ ბილეთი იაფი არ არის ფაქტიურად. ძალიან დიდი ბიზნესი ალბათ ეგეც თავისთავად. მაგიზე ის არის. მაგრამ სანახაობად რა თქმა უნდა ჯერჯერობით საინტერესო არ არის, სანამ ეს დიდი გუნდები არ ჩაერთვებიან და არ იქნება პლეი-ოფები, სადაც რეზულტატზე კი არ ითამაშებ უკვე მოგებაზე და დარჩება ვთქვათ 16 ძალიან მართლა ძლიერი გუნდი, მანამდე ვის გულშემატკივრობთ? ესპანეთს ალბათ ამ გადასახედიდან ხარახან. გასაგებია რომ ესპანეთს, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე დღეს უყურებ ფეხბურთს როგორც გულშემატკივარი და უყურებ როგორც ემოცია რომ მივიღო რა. აი ემოციას მე კიდევ ერთხელ ვიღებ აი ესეთი ფეხბურთელი როგორც იამალია და ეგეთ ნაკრები როგორც ესპანეთია რა. და ესე იგი აქედან გამომდინარე საფრანგეთიც თუ გახდება დიდად არ გეწყინებათ. ბაპედან გამომდინარე. არა, საფრანგეთშიც საინტერესო ფეხბურთელები არიან. ძალიან კაი, ახლა მე ბაპე ვახსენე, ოლისე არის ძალიან მაგარი ფეხბურთელი. იგივე დემბელე არიან ძალიან კი ბატონო. მაგარი დონის ფეხბურთელები. უფრო ფორვარდები არიან რა. მე ვთვლი რომ საფრანგეთის დახევარ-დაცვა და დაცვა ბევრად ჩამორჩება თავდასხმა. კი ბატონო. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ლეგენდარული ვლადიმერ გუცაევი იყო ჩვენი სტუმარი. მე ვისურვებდი რომ ბატონობას ბევრი ესაუბრა ფეხბურთზე და საერთოდ მასზე ესაუბრათ ბევრი, იმიტომ რომ მე ძალიან გულშემატკივრობ თანამედროვე ქართულ ფეხბურთს, ბუნებრივია, მაგრამ თუ ჩვენ არ გვეცოდინება ის ტრადიცია, რაზეც დგას ეს ფეხბურთი და ეს ტრადიცია იყო ძალიან დიდი ფეხბურთელებით ახსავსე, მაშინ მაინც და მაინც ვთქვათ მართლები არ ვიქნებით ზოგადად საფეხბურთო ღმერთთან. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბიბლს თოქსი იყო ეთერში, მე გიორგი გეგელიძე გახლავართ.